დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი გრენლანდიას სამდღიანი ვიზიტით ეწვია, რომლის მიზანია დობისა და თანამშრომლობის გამტკიცება ახლად არჩეულ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. დანიის პრემიერმა გრენლანდიაში ვიზიტი მას შემდეგ დაგეგმა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის მონახულებისას დანია დაადანაშაულა, რომ გრენლანდიაში არასაკმარისად დებს ინვესტიციას. მინდა ყველა გრენლანდიელს ვუთხრა, რომ მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, რათა ვიზრუნო ამ საოცარ ქვეყანაზე და მხარი დავუჭირო გრენლანდიას ამ რთულ ვითარებაში. ვიზიტის ფარგლებში დანიის პრემიერი შეხვდება გრენლანდიის ახალ ლიდერს, იენს ფრედერიკ ნილსენს. ნილსენმა ბოლო დღეებში განაცხადა, რომ გრენლანდია წინააღმდეგობას გაუწევს ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ტერიტორიის ანექსიას ითვალისწინებს.